Ძირფასო მეგობრებო, მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. დღეს მამაჩემის, ომის გმირის, ნამდვილი გმირის დაბადების დღეს აღნიშნავთ. ის რამდენჯერმე დაჭრეს, ერთხელ კი თითქმის სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. 6 თვე სამხედრო ჰოსპიტალში გაატარა. ფაქტობრივად სიცოცხლესა და სიკვდილს შორის იყო. გამოჯანმრთელების შემდეგ სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, მაგრამ გვერდზე დარჩენა ვერ შეძლო და კვლავ ფრონტზე დაბრუნდა. ფაქტობრივად თვითონაც არ იცოდა რა ეროვნების იყო ის ადამიანი, იყო საბჭოთა ადამიანი როგორც მე, მაგრამ უდიდესი საჩუქარი გამიკეთა იმით, რომ ებრაელი აღმოჩნდა. ახლა კი მე თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ, როცა მინდა აქ ვცხოვრობ, რათა თავისუფლების ჰაერით ვისუნთქო. ნახო ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პრობლემები, რადგან მათზე სახელმწიფო ზრუნავს. მათ სუფრაზე ყოველთვის ყველაფერია. გემრიელი საკვები, კარგი სამედიცინო მომსახურება, უფასო დაზღვევა და მეტიც სახელმწიფოს მხრიდან პატივისცემა, თუმცა პოლიტიკაში ჩარევა არ მინდა. მოკლედ, აქ ყველა ბედნიერია. უპატრონო ძაღლსაც კი ვერ ნახავთ. საზოგადოება იმდენად არის გაჟღენთილი სიკეთით. და აქ არავინ არის დავიწყებული. ღმერთმა არქნას თუ ერთი ადამიანი მაინც დაიღუპება, ეს მთელი ქვეყნის გლოვაა. დიახ. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია გითხრათ, რომ დედაჩემმა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ თავისი მძიმე ცხოვრების განმავლობაში კაგებეს თუ ციხის უფროსმა ციმბირში გააუპატიურა, ზუსტად არც კი ვიცი, რადგან დედა არასოდეს იხსენებდა არამზადას, რომელმაც ის გააუპატიურა. დედამ 14 წლის ასაკში პირველი შვილი გააჩინა. მალევე მეორე, ორივე გარდაიცვალა. ორი ძალიან ლამაზი გოგონა იყო. თუ მათ ფოტოს ვიპოვით, გაჩვენებთ. ლილიჩკა და ვალიჩკა ერქვათ. ისინი გარდაიცვალნენ, როგორც ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე თითქმის 20 წლით უფროსი იყო. დედაჩემის მესამე შვილი იყო. ერთხელ მამა ხარკოვში ჩამოვიდა ჩემს მოსანახულებლად. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. მაშინ 14 წლის ვიყავი. პარკში წამიყვანა და მითხრა: გინდა გავიქცეთ? ის დაახლოებით 50 წლის იყო. თუ გამასწრებ? მოკლედ, ზუსტად აღარ მახსოვს რა თქვა. ძალიან მხიარული ადამიანი იყო. ძალიან ძლიერი. აქ ისრაელში მისი მეგობარი, უпроსტად მასზე უფროსი ნაცნობი ვიპოვე. ვკითხე, მამაჩემი ძლიერი იყო, რადგან ყოველთვის სპორტისკენ მივილტვოდი. როგორც უკვე გითხარით, დედამიწას მთლიანობაში დაახლოებით 5 ჯერ შემოუარე, რადგან 50 წლის განმავლობაში ყოველდღე 10 კილომეტრს დავრბოდი. ეს ძალას მაძლევდა, რომ ბევრი მემუშავა. მოკლედ, ასეთი ამბავია. მთავარი ამ ისტორიაში სიყვარულია. დედაჩემის წარმოუდგენელი სიყვარული მამაჩემის მიმართ. მაგრამ ის ძალიან პრაქტიკული ქალბატონი გახლდათ. მაშინ შიმშილი იყო, ყავდა ჩემ გარდა ჩემი გზასაცდენელი ძმა, ღმერთმა მაპატიოს. ის ლოთი იყო, მაღაროელი, მაგრამ კარგი ადამიანი იყო. თუმცა ჩვენ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებდა. ჩვენ სრულიად ორი განსხვავებული ადამიანი ვიყავით. ის დონეცკში მოხვდა. ახლა ალბათ იომებდა, პრაქტიკულად ციხიდან, დისციპლინური ბატალიონიდან. მოკლედ, აღარ მინდა ამაზე ახლა საუბარი. მაგრამ ის იყო, მოკლედ, ჩვენ სხვადასხვა მამები გვყავდა. მისი მამა ლოთი იყო. მას პისტოლეტი მოპარეს. და სწორედ ამ პისტოლეტიდან მოკლეს 4 თუ 5 კომუნისტი მოხალისე. ან რა ერქვათ, მოკლედ, არამზადები იყვნენ.
რატომ არამზადები? იმიტომ რომ ისინი ბაბუაჩემს ცოცხლად მარხავდნენ მიწაში. ამას არასოდეს დავივიწყებ. დედაჩემის მონაყოლს. კარგი, ახლა კი ყველაზე საინტერესო. პირველ რიგში დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დილით თორემ აღარ გავაგრძელებ მოყოლას. არადა ძალიან საინტერესოა. დღეს დილით ღმერთს მადლობა უთხარით ახალი სიცოცხლის დღისთვის. თორემ ჩვენ ვერ შეხვდებოდით და თქვენ ვერასოდეს მოისმენდით ამ საოცრად დამაინტრიგებელ ისტორიას. მადლობა უფალო ამ დღისთვის. და იმისთვის, რომ შესაძლებლობა მომეცა ვესაუბრო ადამიანებს, რომლებიც არასოდეს მინახავს, მაგრამ სულით მათთან ისე ვარ დაკავშირებული, როგორც არავისთან ყოფილვარ. იმიტომ რომ ისინი ფონდს ეხმარებიან. მათი სულები ქველმოქმედებითა და თანაგრძნობით არის სავსე. იცით, მე სხვის ტკივილს ვგრძნობ. თუ შემხდება ამბავი, რომლის შესახებაც გავიგებ, გოგონა იქნება ბიჭუნა, ქალი, კაცი თუ მოხუცი და მათ რაღაც ძალიან სტკივად, მეც მეწყება ტკივილი. მართლა? თუ ისტორია ტრაგიკულია, ამ ტკივილს მეც ვგრძნობ. ის არ მასვენებს, სანამ იმ საკითხს არ მოვაგვარებთ. თუმცა სამწუხაროდ ყველაფრის მოგვარება არ გამოდის. კარგი. ასე რომ ეს არის მამაჩემი, რომლის შესახებაც მე ყოველთვის ვეძებდი ინფორმაციას, მაგრამ საბჭოთა კავშირში ამის პოვნა არ შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში სტატუსით მესამე ადამიანი ვიყავი და ჩემი თანამდებობა დაახლოებით პრემიერ-მინისტრის დონეს უტოლდებოდა. თუმცა მე სახელმწიფო სამსახური მძულს და მორჩა. მაგრამ ასე მოხდა. ამირჩიეს იმ ქალაქის მერად, რომელიც მთელ საქართველოზე ორჯერ დიდია. დიახ, ის მთლიანად ჭაღარა იყო, სიმპათიური კაცი. მეკითხები, რატომ ხარ ჭაღარა? და მან მივასუხა, რომ მისი ბატარეა, რომელიც გერმანული ტანკების გასანადგურებლად იყო განკუთვნილი, ნაღმებისგან ველის გასაწმენდად გაგზავნეს. ისინი კი ამას არასოდეს აკეთებდნენ. და 6 ან 5 საათის განმავლობაში, სანამ 300 მეტრი გაიარეს, ყველაფერი ნაღმებით იყო გაძეძგილი. ისინი დაახლოებით 70 ადამიანი იყვნენ და დარჩა 7. 7 და მახსოვდა, მაგრამ რამდენი ადამიანი იყო ბატარეაში, არ მახსოვს. მის თვალწინ ფეთქდებოდნენ მისი თანამებრძოლები. ერთ-ერთს თავიც კი მოაგლიჯა და მან კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა თავის გარეშე. აი ასეთი რამ მომიყვა. მთელი ცხოვრება მახსოვს ეს სიტყვები. მითხრა, ველის ბოლოს რომ მივიდა, მთლიანად ჭაღარა გამხდარა. დიახ, აქ იყო მისი უმცროსი მეგობარი. მოვასწარი მისი ნახვა და დახმარება. აქ დასახმარებელი არავინაა. მის შვილს ძალიან მაგარი კომპიუტერი აქვს. თამაშები უყვარს. უთხარი, ძალიან ძლიერი კაცი ყოფილა მეთქი. მიპასუხა, შენ გინახავს ფილმი ბელმონდოს მონაწილეობით, სადაც ის თამაშობს, მგონი მკვლელია. მისი აღნაგობა გინახავს? კი, მეთქი უთხარი. ხო და მამა შენი მასზე 10 ჯერ მაგარი იყო. ყველა კუნთი გამოკვეთილი ჰქონდა და ძალიან უყვარდა სპორტი. როცა ერთად ვირბინეთ, მან შემომთავაზა და გამასწრო. 50 წლის ასაკში გამასწრო. საერთოდ კი მისმა ამხანაგმა მომიყვა, რომ მას შეეძლო 1 ბოთლი არაყი დაელია და ხელებზე დამდგარიყო. ასეთი უჩვეულო ადამიანი იყო. მაგრამ საქმე ამაში არ არის. ის ისეთი უბრალო ადამიანი იყო, არაფერი ესმოდა. ჯარიდან დაბრუნდა, ფაქტობრივად არაფერი იცოდა. გარდა მტრის მოკლისა. მაგრამ უსაზღვროდ კეთილი იყო და ძალიან სასაცილო საქციელებსაც ჩადიოდა. დედა სამსახურთან დაკავშირებით ვერ ეხმარებოდა, რადგან იმ დროს ხარკოვში საჩინელი ანტისემიტიზმი იყო. მას არსად არ იღებდნენ. ერთხელ მან მოაგვარა ეს საკითხი,
ბოლოფულით ძვირადღირებული კოსტიუმი უყიდა თავის შვილს. ძალიან უჭირდათ. ჩვენთან ხარკოვში მიედინება მდინარე ლოპანი. ისეთი არც ისე სწრაფი, მაგრამ საკმაოდ ფართო. ის კი ფიზიკურად ძლიერი იყო. ხიდი ძალიან შორს იყო და მან გადაწყვიტა გადაეცურა. და გაცურა. თან ნივთები ხელში ეჭირა მაღლა. ცალი ხელით მიცურავდა. და უცებ წარმოიდგინეთ მას დაემართა, როგორც ეს ხდება მოცურავეებთან. მოკლედ, ფეხი კრუნჩხამ შეუკრა და ის ძვირფას კოსტუმთან ერთად ფსკერისკენ წავიდა. ამიტომ ვერც სამსახურში მოეწყო. დიახ, ის უბრალო ადამიანი იყო, ძალიან კეთილი. მე მის შესახებ ვერაფერი ვიპოვე, იმიტომ რომ უკრაინა ისევ როგორც ყველა სხვა რესპუბლიკა მთელ ინფორმაციას რუსეთზე და საერთოდ საბჭოთა ქვეყნებზე ყველგან პრაქტიკულად ყველა შესახებ არქივებს აწარმოებდნენ. მაგალითად, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 10 ადამიანიდან 8 დამსმენი იყო. უკრაინაში ნაკლები იყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემზე ანონიმურ წერილებს წერდნენ. იმიტომ რომ ყოველთვის წარმატებული ვიყავი. გარშემო კი შურიანი ადამიანებით სავსე იყო სამყარო. ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. იყო ერთი ნალივაიჩენკო, ის თავის ტვინის დაავადებით გარდაიცვალა. კარგი ბიჭი იყო. კგბ-ს ხელმძღვანელი. ერთხელ მოვიდა ვეუბნები, მომისმინე, იპოვე ინფორმაცია, მინდა ვნახო, რა წერენ ჩემს ნათესავებზე. ვერაფერი იპოვა. არაო. ქთამის სანაცვლოდ მთელი ინფორმაცია გაყიდეს. მას ვერსად იპოვით გარდა მოსკოვისა. ხოლო აქ, რა თქმა უნდა, ისრაელში ყველაფერი სხვაგვარადაა. მათ იპოვეს ის, ვისაც ეს ინფორმაცია ჰქონდა. ბოთლი მისცეს და გამოვიდა. საფრანგეთში გამოსცეს ომის გმირების კრებული. იქ მამაჩემი არ მახსოვს, რომელ ადგილზე იყო. ბატალიონთან ერთად 3 ტანკი და კიდევ 2 მარტო თვითონ. არ ვიცი სად იპოვა ეს ტანკები, მაგრამ გაანადგურა ისინი. მას ძალიან მაღალი რანგის ჯილდოები ჰქონდა, მაგრამ ის კომუნისტი არ იყო. მე ის ინფორმაციაც კი ვიპოვე, რომ მას რამდენჯერმე წარადგენდნენ ამ წოდებაზე, მაგრამ უარს ამბობდა. არ ვიცი რატომ. მას ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ საყვარელი საბჭოთა ხელისუფლება ჯანდაბას მისი თავი. თუმცა კარგი რაღაცებიც იყო. კარგი, მოკლედ, ჩვენ პოლიტიკას არ გავიხილავთ. აი, ასეთი იყო მამაჩემი. კიდევ ბევრი ისტორია შეგიძლიათ ჩემს YouTube-ზე იპოვოთ, სადაც ვყვები ჩემს მამაზე, ნამდვილ გმირზე. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ დედას მხოლოდ ის უყვარდა. ისინი დაშორდნენ. არ მოგიყვები დიდხანს მთელ ისტორიას, თუ როგორ მოხდა ეს. მამა ველზე მუშაობდა, ფული სჭირდებოდა. დედა გათხოვდა მას ყოველთვის უნდოდა, როგორც მე, მაგრამ სამწუხაროდ დღეს არასოდეს ვისურვებდი ჩემი გზის გამეორებას. კარიერისტი ვიყავი, ანუ სხვებს არც ვუყურებდი. ყველა თანამდებობა ჩემი იყო. ეს თვისება დედისგანაა. დღეს კი მრცხვენია. მრცხვენია იმის გამო, რომ არაფერი გავაკეთე, რათა სისტემა შემეცვალა. დიახ, ჩემს ნაცვლად გამოვიდა უკრაინის გმირი. სიკვდილის შემდეგ ღონღაძე. იყო ასეთი ჟურნალისტი, რომელიც ქთამის აღების ფაქტებზე წერდა. იმ ყველაფერზე, რაც დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უკრაინაში ხდება, ის ჩვენს პრეზიდენტ კუჩმას სძულდა, მოკლეს, თავი მოაჭრეს. ისტორია კი ასეთია, რომ ერთი თვის შემდეგ ის რომ არ დამდგარიყო თავისუფლებისთვის, მე მომკლავდნენ. ასეთი სიტუაცია იყო. მე თქვენთვის მაქვს ეს მოყოლილი, აღარ მინდა გამეორება. დიახ, ძალიან დიდხანს მეგობრობდი ჩერნომირდინთან. ის იყო უკრაინაში რუსეთის ელჩი. შესანიშნავი ადამიანი, უდიდესი გულის მქონე. მაშინ ყველა ჩინოვნიკი იპარავდა. რა თქმა უნდა, ის ძალიან მდიდარი იყო.
მაგრამ ეს მე არ მეხება. ახლა მის ადამიანურ თვისებებზე ვსაუბრობ. ერთხელ მან ციმბირში ბავშვი იპოვა, სადღაც მილვენებაში იყო. სასიკვდილო დაავადებით. მისცა თავისი პირადი თვითმფრინავი ის გერმანიაში გაგზავნეს და განკურნეს. დიახ, ჩვენ მეგობრობდით. რესტორანში დავდიოდით. უბრალოდ ვსაუბრობდით, მაგრამ პოლიტიკას არ ვეხებოდი, იმიტომ რომ ვიცოდა რომ დავიწყებდი კრიტიკას, მე ხომ მძულს ჩინოვნიკობა. არც ვიცოდი სად დაკრძალეს ის და უცებ როცა მე მერე ვიყავი, მირეკავს ვიღაც ქალი და ამბობს, რომ იცის სად არის მამის საფლავი. ჩერნომირდინმა მთელი ციმბირი მოიძია, რადგან მამაჩემი ჩრდილოეთ პოლარულ მხარეში გარდაიცვალა. იქ ის რაღაც განყოფილების უფროსი იყო, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გაზის ინსტიტუტში. მოკლედ, საფლავი იპოვეს, მაგრამ საფლავში ის არ აღმოჩნდა. თურმე ქალი, რომელზეც ის იყო დაქორწინებული და რომელსაც როგორც ჩანს, ასევე როგორც დედაჩემს, მამა უგონოდ უყვარდა. ან როგორ შეიძლებოდა ის არ ყვარებოდა. მომხიბვლელი ბიჭი იყო. რამხელა უბედურება მოხდა მისი წასვლით. დაელოდა როცა მამა გარდაიცვალა, ამ ქალბატონმა ის მთელი რუსეთის გავლით ყირიმში გადაიყვანა და იქ დაკრძალა. დედაჩემი კი ყოველთვის ამბობდა, იპოვე მამა და თუ მე მოვკვდები, დამკრძალე მასთან ერთად. მაშინ მე ვერ ვიგებდი ყველა ამ მელოდრამას, რადგან ძალიან დაკავებული ვიყავი. ფული, ძალაუფლება. დიახ, დაივპოულობ მის საფლავს ჯანკოიში. მინდოდა მისი ცხედარი გადამეტანა. ვიპოვე და ვფიქრობდი, დედა რომ მოკვდება, გადავიყვან. მივედი დედასთან, ის კი უკვე კვდებოდა, 93 წლის იყო. ხელი მოვკიდე, ის კი უკვე ვეღარც მცრომლობდა. ხელზე ვეფერებოდი, შემდეგ გონს მოვიდა და ყველაფერი მოუყევი. ძალიან გახარებული ვიყავი, უყვები მომისმინე, მიშა ვიპოვე. პასპორტში სახელი შეუცვალა, რომ სამსახურში მაინც აიყვანათ. და მორდუხაის ნაცვლად ის ჩაწერილი იყო როგორც მიხეილი. ანტისემიტიზმის სასწაულები, მძულს ანტისემიტები. დიახ, საერთოდ მძულს ისინი ვინც საკუთარ ერს სხვებზე უკეთესად წარმოაჩენს. თუ შენ გიყვარს შენი ერი, გააკეთე ისე, რომ ის ცხოვრობდეს როგორც ღირსეულიერი და არა ღორის სადგომში. აი მაშინ ეს უკვე სხვა ამბავია. მაშინ ეს სიყვარულია. ხოლო თუ ეს სიყვარული მხოლოდ სიტყვებზეა და მხოლოდ იმისთვის, რომ მოკლა იმ ერის წარმომადგენლები, როგორც ამას აკეთებდნენ იმ ქვეყანაში, რა ერქვა ღმერთო, სადაც ადამიანებს ძაღლებივით ხოცავდნენ. ვიხსენებ. გავიხსენებ. მაშინ ისინი უბრალოდ ავადმყოფები არიან. სულ ეს არის. მე სამწუხარო თავს ებრაელად ვერ ჩავთვლი, რადგან კანონების მიხედვით მე რუსი ვარ. აი მე გამოვყავი ჯარისთვის, სხვათა შორის აქ ბოლო 200,000 მქონდა. გავაგზავნე, იმიტომ რომ თითქმის 1000 ადამიანი დახოცეს. არაფრის გამო. როდესაც ნაციონალიზმია, ეს აი არაბები, დიახ, არაბების ნახევარი ცხოვრობს ისრაელის ტერიტორიაზე. იმიტომ რომ იქ მუშაობა შეუძლებელია. იქ მხოლოდ ქურდები და კორუფციაა. ხოლო ისრაელში წესრიგია. ამიტომ ისინი აქ ხსნიან პატარა მაღაზიებს, ყიდიან ტკბილეულს. კარგი, ამას რატო ყვები? მაშინ უთხარი, საფლავი ვიპოვე, მაგრამ ვერ შევძლებ შენი თხოვნის შესრულებას, იმიტომ რომ იმ ქალს ის უყვარდა. 14 წელი ელოდა, სანამ მიწას მიაბარებდა და შემდეგ თვითონაც მის გვერდით დაწვა. ამ დროს ის გონს მოდის, მცნობს და მეუბნება. როგორ, ლიონა?
მე მას სულ ახლახან ველაპარაკებოდი, აქ. მას ჩემი ხელი ეჭირა, ზუსტად ისე როგორც შენ. შენ კიდევ ამბობ, რომ ის გარდაიცვალა? და აქ მივხვდი, რომ ბოლო დღეები, მინიმუმ 1 კვირა, რადგან მანამდე თითქმის ყოველ დღე ხვდებოდი მას. ის იძინებდა და მასთან მოდიოდა მიხეილ მორდუხი. მისი ხელი ეჭირა და რაღაცას უყვებოდა. მოკლედ, ცხოვრების ბოლო დღეები მან ჩემს მამასთან გაატარა. და უფალმა ცათასასოფეველი დაუმკვიდროს. აქ ამბობენ, რომ გმირისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა, არსებობს ცოცხალთა წიგნი. მადლობა, რომ ისმენდით, თორემ მცრემლები მადგება თვალებზე და ურეკეთ თქვენს მშობლებს. მერე ინანებთ, რომ ეს არ გააკეთეთ. აბა, წარმატებები. ნახვამდის.